მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დღევანდელი გაშლა მინდა ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით გავაკეთო, ასეთი სურვილი გამოთქვა, ბევრმა გამოთქვა და დაწერა, მაგრამ ყველას ერთდროულად ასე ვერ გავაკეთებ, ამიტომ რიგრიგობით ჩავწერ და დღეს იყოს ასეთი მისი თხოვნა კი იყო, რომ რა მიზნით შემოვა მომავალში კონკრეტული ადამიანი ჩემს ცხოვრებაშიო, მაგრამ ზოგადად ვთქვათ, ხო, ვინ მოდის და რა მიზნით მოდის, ასეთი ტიპის გაშლას გავაკეთებ და აქვე დავძენ, რომ დღეს ისეთი საოცარი მომენტი შემემთხვა, ესეთ ადამიანებზე დღემდე რა ვქნა, გული მიჩუყდება. პირად შეტყობინებაში მომწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომ ძალიან დიდი ბოდიშითო, იცითო, იქნება ამა და ამ თემაზე გააკეთოთო გაშლაო, კონკრეტული თემა მითხრა და სკრინი ჩამიგდო 30 ლარიანი გადმორიცხვის. და მეთქი კი ბატონო, თქო, როდის დავნიშნოთ კონსულტაცია, თქო და უიო, კონსულტაციაო, მე 30 ლარათო ვერ შემოგბედეთო თქვენო და რა კიო, საჯარო გაშლა ვითხოვეო, მინდოდაო რომ რაღაცა უკუგება გამომეხატაო ამ ფორმითო და ეს თანხაო იმ ნაწილში ჩავრიცხეო, რომ ადრეცო ჩემი ერთ-ერთი თხოვნა გაითვალისწინეთო და რატომღაცა ვალდებულად ჩავთვალეო თავიო, რომ მცირე შემოწირულობა გამიკეთებინაო და გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს კი ადამიანმა საჯარო გაშლა მოითხოვა და შემოწირულობა, ეს რო ყოფილიყო 3 ლარი, ვთქვათ, ხო? 5 ლარი ყოფილიყო, კიდე გასაგებია, მესმის აბსოლუტურად, რომ რაღაცა, როგორც ვთქვათ, ძველმა ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ხოლმე, ხომ, რომ სანთელი არ შეიძლება ისე აიღო, რაღაც 5 თეთრი მაინც უნდა მისცი, ამ თქვა თვალის ლოსვას რო წაგიკითხავ და ძალიან ახლობელი ადამიანი, 20 თეთრი მაინც უნდა დაგეტოვებია, ხო, თუ როგორც იყო, რა მნიშვნელობა აქვს და ამას გავიგებდი, მაგრამ ადამიანმა 30 ლარი გადმორიცხა, ხო, ვითომ არაფერი არაა ეს 30 ლარი ვიღაცისთვის, ხო, მაგრამ ვიღაცისთვის მართლა თანხაა და თან ვერც გაბედა, იცით, საჯარო გაშლა, რა კი ადრეც გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და ახლაც კიდე თხოვნით მოგმართავთო, ვალდებულად ჩავთვალე თავიო და ხვალინდელი დღისთვის ჩავუნიშნე პირადი კონსულტაცია მევთხარი, არანაირი საჯარო გაშლა რას ბრძანებთ? თქვენი ამ ჟესტის მიხედვით მეთქი, როგორ შემილია, რომ გულგრილად გავატარო ეს სიტუაცია, თქო და მოკლედ. ასეთი ადამიანები კიდევ რომ არსებობენ, საჯაროთაც გიხდით მადლობას. იცით ვისაც საუბრობ, ხო, რა თქმა უნდა, ახლა ალბათ შეიძლება ამ საჯარო გაშლასაც უყუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ქალბატონის ნათხოვი არ არის, ხო? მე მას კონსულტაცია დავნიშნე პირადი. ასე რომ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აი ამ უკავშირის ფასი ზოგადად იცის ნებისმიერი ფორმით, ხო, ეს ლაიქი იქნება, გამოწერა იქნება, კომენტარით გასაგებია, რომ ყველა ვერ დაფიქსირდებით უამრავი მიზეზის გამო და მეს ძალიან კარგად მესმის. კარგით, ამ ყველაფერს გავანებოთ თავი და ერთ-ერთი სხვა მაყურებლის თხოვნით, ესე იგი, ვინ და რა მიზნით შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. მოდი ასეთი კითხვით მივმართოთ ტაროს და თქვენს წინაშე წარმოდგენილია პირველი, მეორე ვარიანტი, მანდარინის ხე და ვაშლის ხე და დავიწყოთ მანდარინის ხით. და ვნახოთ, ვინ არის ჩემი მაყურებელი, ხო? აი ამ ვარიანტის მაყურებელის სიგნიფიკაცია ვნახოთ. ნახოთ, აბა ვინ ბრძანდებით. 7-იანი კვერთხები და დააკვირდის, ნახეთ, უბრალოდ დასტას, ხო? დასტაზე შეხედეთ. კვერთხებია, ეს ხანჯლები არ არის, მეგობრებო, მაგრამ გოგონა როგორი მომზადებულია, ხო, რომ თან შავი კატაყავს წინ წამწვარებული, არ მომიახლოვდეთ თორემ. თავდაცვის რეჟიმში, ხო, მაგრამ მოდი უბრალოდ კარკანს დაგანახებ და მე ერთიანად გავაკეთებ სიგნიფიკაციას. ორ არკანს კიდე დავამატებ, აბა ვინ არის ამ ვარიანტის მაყურებელი? რა ხდება? კვერთხები, 6-იანი კვერთხები და აქ ხედავთ
ესე იგი, ქალბატონი როგორ გულუხვად არიგებს ხო ყვავილებს და როგორი ახტაცებით შეხურებს ყველა, ხო? ტაშს უკრავენ და მოკლედ ერთი აჟიოტაჟია. კარგით, საერთოდ გამარჯვების არკანია ეს არკანი და მესამე არკანიც ვნახოთ და ცხრიანი პენტაკლები და ცხრიან პენტაკლებსაც უბრალოდ თვითონ ვიზუალურად დააკვირდით, არ მახსნას, მე თვითონ შემოგთავაზებთ ვაშლის ხე, როგორი დახუნძურულია ვაშთან ერთად უამრავი პენტაკლით, გოგონამ 7-ად სავარძელზე მოკალათებული კითხულობს წიგნს და გვერდით ბაკალი ღვინო და თეფშზე ზეთისხილი უდევს, ხომ? კარგით. ამ ფაზლის მიხედვით ვინ არის ჩემი მაყურებელი ამ მომენტისთვის, ხო? ესე იგი, ადამიანი, რომელიც კვერთხების ენერგია უფრო ჭარბობს თქვენს სიგნიფიკაციაში და ამიტომ დავიწყებ მეგობრებო კვერთხებით, 7-იანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ. ადამიანი რომელიც ნახეთ საკმაოდ ისეთი აი კონკურენტუნარიანი უნდა იყოთ წესით და კანონით, ხო? ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ კონკურენცია გაუწიოთ მეტოქეს. სხვა შორის როგორც მომდევნო 6-იანი კვერთხები, ხო? ისიც თავის თავში გამარჯვებას გარკვეულწილად მოიცავს. ორიენტირებულია დაბრკოლებების ბარიერების გადალახვაზე, საკმაოდ მიზანმიმართული ბრძანდებით, სხვა შორის საკმაოდ მომთხოვნიც. და აი როგორი ენერგიის მომენტი გაქვთ კიდე ვიცით, მტკიცე, აი ყველაფერს რომ ავიტან, ყველაფერს რომ გავუძლებ. და სხვა შორის თავდაცვაც საკმაოდ კარგად გეხერხებათ. საქმიანობის სფეროების მიხედვით შეიძლება ვიღაცა ისეთ ფინანსურ ვაჭრობის ეკონომიკურ სფეროში იყოთ დაკავებული, კომერციის სფეროში, ხო? სხვათა შორის ეს არკანი სამხედრო საქმიანობასაც მოიცავს. და ამავდროულად ცუდად გამიგებთ, მაგრამ რაღაცა აი აღსრულების თანამშრომელი შესაძლოა იყოს, ვინც თანხის ამოღებასთან აი ხო ძალისმიერი მეთოდებით ამოღებასთან არის ხო დაკავშირებული. 6-იან კვერთხებზე მე როგორც კი ამოვიღე არკანი, ასევე გავამახვილე ყურადღება, რომ ეს არის აღიარების, გამარჯვების, წარმატების, ანუ ძალიან ისეთი პოზიტიური ენერგიების მატარებელი არკანი და თქვენ შესაძლოა რეალურად ისეთ პოზიციაზეც ან მუშაობდეთ, ან უბრალოდ ისეთი პოზიციით იყოთ ცხოვრებისეულ ფაზლში ხო წარმოდგენილი, რომ საკმაოდ ავტორიტეტულ და პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდეთ. რაც შეეხება 9-იან კვერთხებს, ბოდიში პენტაკლებს, 9-იანი პენტაკლებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი სტაბილური მატერიალური ბაზისი გაქვთ. უმუშევრობას, ყოველ შემთხვევაში სამსახური ხა ესეთი დილის 9-დან 6-მდე თუ არა, რაღაცა საკუთარი შეიძლება ბიზნესი გქონდეთ, ხო? შესაძლოა რაღაც, ყოველ შემთხვევაში შემოსავლის წყარო თქვენ ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ გიჭირთ. მე იმას არ ვამბობ, რომ ვარსკვლავებს ეთამაშებით, მაგრამ გაჭირვების მომენტებიც აქ არ არის. კიდევ რა შემიძლია გითხრათ, სხვა შორის 9-იანი პენტაკლები გარკვეულწილად საოჯახო ბიზნესსაც უკავშირდება. უბრალოდ აი იცით როგორ მომენტს მარტივად რომ გაქვთ მიღებული რაღაცა, შეიძლება ეს მემკვიდრეობა იყოს, შესაძლოა ეს იყოს აი რაღაცა ნაჩუქარი, დოვლათი, ან თქვათ აი როგორი მომენტი იცით, აი დიდი ძალისხმევა რომ არ გაქვთ რაღაც მსგავს
ანუ სამსახურებრივ კი არა და საშემოსავლო სიტუაციებზე დახარჯული. კიდევ რა შემიძლია გითხრათ? ხო, ანუ რისი თქმა მინდა, მემკვიდრეობი კი არა, ქველმოქმედებითაც შეიძლება ვიღაცისგან ხო რაღაცა ნაჩუქარი მომენტი გქონდეთ. სხვათაშორის აა ხო, თქვი ეს კერძო ბიზნესთან დაკავშირებით ხო, შესაძლოა რაღაცა სოფლის მეურნეობასაც უკავშირდებოდეს ცხრიანი პენტაკლებით. თქვენი საქმიანობა. კარგით, ამას გავეშვათ და ახლა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ. ამჯერად რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხო? აბა ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო. მაჩვენია რა ხდება ამ Queen of Wands. კი ასე მოდით, დავდებ. კვერთხების დედოფალი. სიკვდილი, ხო. კვერთხების პაჟი. თასების პაჟი და 6-იანი პენტაკლები. რა ენერგიებში ხართ? 6-იანი პენტაკლები, იცით თქვენ რომ ეს ურთიერთდახმარების, ხელის გაწვდის, ხო, თანამშრომლობის, პარტნიორობის არკანია. ყოველ შემთხვევაში ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კარიერულ, მატერიალურ სფეროში თქვენ ამ ეტაპისთვის პრობლემები არ გაქვთ, ვინც მიყურებთ. ცოტა ბევრი არ აქვს, ხო, ამას მნიშვნელობა სტაბილური მომენტები გაქვთ და ის შემოსავალი, რაც გაქვთ, ყოველ შემთხვევაში პირველადი საჭიროებებისთვის ყოფნით. თქვენ თვითონ რა ენერგიებში ხართ? კვერთხების დედოფლის ენერგიები, ეს არის, არ ვიცი, ქალისთვის ძალიან მაგარი ენერგია. მე მაგალითად ძალიან მიყვარს, როცა ეს ენერგიები ჩნდება ქალებში, იმიტომ რომ ქალს ეს ენერგიები თუ არ აქვს, ლიბიდო თუ მორტიდოს ენერგიაშია წასული, იქ უკვე დამთავრებულია ქალის საქმე. როგორი ტიპის ადამიანი ხართ, იცით, ნახეთ, თითქოს ურჩხულით კი მოთვინიერებული გყავთ და ერთი თქვენი კვერთხის დაქნევას ელოდება, რომ მოქმედებაზე გადავიდეს და გადაყლაპოს ის ობიექტი, ვისაც თქვენ მიუთითებთ, ხო? ხო, რა ენერგიებში ხართ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მოჭარბებული გაქვთ სასიცოცხლო ენერგიები, ძალიან აქტიური. სხვადასხვა საქმიანობას რამდენიმე სფეროს შესაძლოა იყოთ მოდებული, თქვა სტაბილური სამსახური და პლუს რაღაცა პარალელური შემოსავალი, რაღაცა აი ეს მომენტები ძალიან აქტიურად იყოს თქვენ ცხოვრებაში და ამავდროულად რაღაცა გაფურჩხვნის პერიოდი გაქვთ, ხო, როგორც პიროვნული, უფრო ეს რაღაცა ენერგეტიკული ქალურ დონეზე. სიკვდილის არკანით რა შემიძლია გითხრათ, მისული ხართ იმ შეგნებამდე და აზრამდე, რომ რაც წასასვლელია უნდა წავიდეს, რაც მოძველებულია უნდა მოძველდეს, ტრანსფორმაცია უნდა გადაიაროთ და ბოლოს ეს თოკი ჩაჭრათ, ხო, რომელიც ისედაც უკვე პრაქტიკულად ნახევრად ჩაჭრილია, საბოლოოდ ჩაჭრათ და გაარღვიოთ ბარიერი და უკვე ახალ რეალობას გაუსწოროთ თვალი და ახალი დასაწყისით გააგრძელოთ ცხოვრება, ხო? ნახეთ თან როგორ აპარპალდა სანთელიც მიდასტურებს. თქვენი ენერგიები გადაედო. მაგრამ თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა იყოს ასაკით პატარა ადამიანი, ან შეიძლება ასაკით დიდიც იყოს, მაგრამ თლად დაუგვინებელი და ჩამოუყალიბებელი. თასების და კვერთხების მეფე და თასების და კვერთხების სიმბიოზი ზოგადად რაღა დაგიმალოთ მეგობრებო და ძალიან ისეთი სიმბიოზი გახლავთ, ასე ვთქვათ, აი როგორი იცით,
თან ემოციები და თან ვნებები რომ ერთმანეთშია გადახლართული და მოკლედ ესე იგი ცას და სამყაროს და სრულიად გალაქტიკას რომ დაგპირდებათ ხო, მაგრამ შეასრულებს თუ არა ეს რო კაცმა არ იცის. არ ვიცი, შესაძლოა თქვენ თვითონ იყოთ რაღაც ამ ენერგიებში და რაღაც ახალ დასაწყისის ზღვარზე იყოთ, ან სწავლობდეთ, ან კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, ან აპირებდეთ რაღაც ახლის, ასე ვთქვათ, დატესტვას ხო, ან შექმნას თქვენ თვითონ. ყოველ შემთხვევაში უარყოფითი ენერგიები ცალსახად არ არის მეგობრებო, მაგრამ პაჟის ენერგიაა მაინც. ეს არ არის ხო დედოფლის ან მეფის ან თუნდაც რაინდის ენერგია, ეს არის პაჟის ენერგია. კიდევ რა შემიძლია გითხრათ, თასების პაჟი ხო არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა მეოცნებე ენერგიებშიც იყოთ, ხო, აი რაღაცას გეკმავდით, რაღაცაზე ოცნებობდით, რაღაცას შემოქმედებითად უდგებოდეთ. შესაძლოა თქვენი ძირითადი სამსახურის იქით წერდეთ, ან აი რაღაც შემოქმედებით სფეროთი იყოთ დაკავებული, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მზად ხართ რაღაცა ახალი ენერგიებისთვის. კი ბატონო, და მოდით ახლა ვნახოთ ასეთი შეკითხვა და მივიღოთ პასუხი, ხომ? მივიღოთ პასუხი. უახლოეს პერიოდში რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში და რა მისნით? აი თავისით გადმოვარდა ერთი არკანი, მოდით ესე ცალკე დავდოთ. რა არკანია, არ ვიცი. ცალკე დავდოთ რა ან ვინ შემოდის და რისთვის, ხო? ცალკე აქეთკენ დავდოთ. რისთვის? მიზანი რა არის, ხო? ვინმეს ან რამის შემოსვლის. და ვნახოთ ვინან რა შემოდის. ესე იგი, თასების დედოფალი აგერ არის და სხვათა შორის ეს არის არკანი, სადაც იმპერატრიცის მსგავსად ეს არის და თასების დედოფალიც ორსულ მდგომარეობაში გვევლინება. ხმლების ტუზი და ოთხიანი თასები. მოდით ახლა რა ან ვინ შემოდის, პირდაპირ გვაჩვენებს პერსონაჟს, ხო? მამაკაცები თუ მიყურებთ, პირდაპირ თქვენს ცხოვრებაში შემოდის თასების დედოფალი და თუ ქალბატონები მიყურებთ, რა თქმა უნდა, თქვენს თავზე გადააკატავეთ. აპატიეთ. და დავიწყოთ თან რიგის მიხედვით. თასების დედოფლით რა, უბრალოდ ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო? თქვენს ცხოვრებაში შემოდის სხვათა შორის ძალიან ისეთი ერთგული, ხო, ერთგული ადამიანი, სწორი, უბრალოდ მოდი ასე ვიტყოდი, სწორი ადამიანი, გრძნობიარე, მაგრამ ამავდროულად მშვიდი და გაწონასწორებული, საკმაოდ ისეთი თბილი, აი როგორი ადამიანი იცით, მოფერებას და თბილ სიტყვებს რომ არ დაგამადლით და რაღაც ცივ ენერგიებში არ გაგხვევთ, ხო, და თქვენც არ გაგაციებთ მე არა პირიქით, საკმაოდ კარგი მსმენელი, ამავდროულად კარგი მრჩეველიც, ემოციურად საკმაოდ გაწონასწორებული, მიუხედავად იმისა, რომ თასებია და ემოციებია, ეს გაწონასწორებული ადამიანია და ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი მხარში მდგომია, ხო, ძალიან კარგი პარტნიორია ნებისმიერ სიტუაციაში. არ ვიცი, შესაძლოა ეს ადამიანი, მე მაინც გავაშყერებ და ახლა ეს თქვენ თვითონ მე აქ მე ხმლების ტუზიც მაქვს, მაგრამ პერსონაჟი კონკრეტულად თასების დედოფალი მიფიქსირდება, ამიტომ შესაძლოა ეს ადამიანი იყოს რაღაც კავშირში ფსიქოლოგიასთან ან ფსიქოლოგიით და ეზოთერიკით დაინტერესებული, შესაძლოა იყოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, შესაძლოა იყოს არ ვიცი
წყალთან დაკავშირებული, ხო? მეზღვაური შესაძლოა იყოს ქალბატონებისთვის, შესაძლოა აი წყალს რაც უკავშირდება, ხო? მაშველი ან რაღაცა ასეთი პროფესიის რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო? ხმლების ტუზით, ჩემო მეგობრებო, რაღაცა გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოთ, რაღაცაზე შეიძლება გამარჯვება იზეიმოთ, რაღაცაზე სხვათა შორის ბოლოს და ბოლოს დასკვნა ანუ ნახეთ რაღაცაზე რაღაცის ანალიზს აკეთებდით და საბოლოოდ დასკვნამდე მიხვიდეთ, ხო, რაღაცა გააცნობიეროთ, უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეთ, უფრო მეტი შესაძლებლობები გაიშალოს თქვენს ჰორიზონტზე, მაგრამ აი 4-იანი თასებით, ჩემო კარგო ადამიანებო, 4-იანი თასებით რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ხო? თასების დედოფალთან ერთად ცოტა რაღაცა როგორი მომენტი გექნებათ, იცით? აი, თითქოს წარსულიდან მოყოლილი იმედგაცრუება, თითქოს რაღაცა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ხო? დააკვირდით, აი, უიმედოდ შეხვდებით ამ ადამიანს, თითქოს აი წარსული გამოცდილების შიშით, იფიქრებთ, რომ ესეც ამანაც შესაძლოა არ გაამართლოს. ესეც შესაძლოა რაღაცა ტკივილის მომტანი აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. და მოდით აბა მე ერთი არკანით ვნახოთ, სწორი იქნება თქვენი მოლოდინები თუ თქვენი ილუზია იქნება. აბა ვნახოთ. აბა სწორად ვფიქრებთ თუ ილუზია იქნება. არა. ილუზია იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენთვის აი უპირობოდ მიმღები, უპირობოდ გამგები, ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან კარგი მრჩეველი, ძალიან კარგი პარტნიორი იქნება. ეს შემიძლია გითხრათ. და ახლა ნახოთ რა მისნით შემოდის, ხო? ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. პენტაკლების მეფე, 4-იანი პენტაკლები და ძალა. მეგობრებო, არ გამიკვირდება თუ ძალიან ბევრ თქვენგანს ბევრი თქვენგანი შემოთავაზებას მიიღებს დაოჯახებაზე. პენტაკლების მეფე, ეს არის სტაბილური ურთიერთობა, ხო, ეს არის დაოჯახებული ადამიანი და შესაძლოა მიზანი ზუსტად ის იყოს, რომ თქვენთან ერთად საკმაოდ კარგი ოჯახური პარტნიორული კავშირი შექმნას, ხო? ყოველ შემთხვევაში თუ ვთქვათ შტამპი არ იქნება ფურცელზე და ლითონის წრეხელზე, არათითზე, სტაბილური ურთიერთობა მაინც. რა მისნით შემოვა კიდევ, ხო? ნახეთ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს თქვენს გვერდით, იმისთვის, რომ მის გვერდით იყოს ადამიანი, რომელიც მის ძალებსაც აღიარებს და ამავდროულად უფრო მეტ სტიმულს და ძალას მისცემს სხვადასხვა სფეროში, ანუ ნახეთ, ენერგიის მიმცემი, სტიმულის მიმცემი, ხო? ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ენერგიების მიმცემი ადამიანი რომ ჭირდება, ზუსტად იმიტომ შესაძლოა აგირჩიოთ და შეგარჩიოთ თქვენ და 4-იანი პენტაკლებით რა შემიძლია გითხრათ, რა მისნით შემოვა? შემოვა იმ მისნით, რომ რაც უკვე აქვს, რისთვისაც უკვე მიუღწევია, თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდეს, ასე ვთქვათ, არ დაფანტოს და უყაირათოდ და უაზროდ არ გადაყაროს თავისი ენერგეტიკა. მოდი ასე ვიტყოდი, ნახეთ, თუ აქამდე ვთქვათ თავის რესურსებს აქეთ-იქეთ ფლანგავ და თუნდაც ეს პარტნიორები ყოფილიყო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ეს იქნება სექსუალური ენერგიები, ეს იქნება მატერიალური ენერგიები თუ ფსიქოლოგიური ენერგიები, ახლა კონკრეტულად ერთ ადამიანთან დახარჯოს აბსოლუტურად გამისნულად, გააზრებულად და ეს არ იყოს მართლა ეს უაზრო აქეთ-იქით ფლანკვა, ხო, საკუთარი რესურსების. აი ამ მისნით გადაწყვეტს ყოველ შემთხვევაში შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში ადამიანი და აბა მითხარით ამ ჩემი მაყურებლისთვის ამ ადამიანის შემოსვლა და ეს მიზანი
სასარგებლო იქნება თუ როგორ იქნება? ვამანახე King of Swords, ხმლების მეფე და მეორე არკანი მაქვს შეყვარებულების არკანი. ნახეთ, იცით, ხმლების მეფე ზოგადად ძალიან სამართლიანი ადამიანია. ცოტა პირქუშიც და ისეთი, როგორ გითხრათ, ზედმეტად აკადემიური და გაწონასწორებული და ზედმეტად, ასე ვთქვათ, გონებას დაქვემდებარებული, თუმცა ძალიან სწორი, კეთილი და ამავდროულად აი როგორი ტიპის ადამიანი იცით? სამართლიანი, აი ვიპოვე ეს სიტყვა. ხო, რა იქნება? თქვენ არჩევანი გექნება, თქვენ არავინ არაფერს არ დაგაძალებთ. თქვენი არჩევანი იქნება, რომ გაანალიზოთ ეს ურთიერთობა, გიღირთ, არ გიღირთ და თქვენვე მიიღოთ გადაწყვეტილება. აქ ცუდი ენერგიები ამ ადამიანის შემოსვლას და ის მიზნებს თქვენთვის ნამდვილად არ მოაქვს. მადლობა პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო და ვნახოთ მეორე ვარიანტის მაყურებლებისთვის. გაშლის ხე ვინც არჩიათ. აბა ვინ და რა მისნებით მოდის, ხო ჯერ ვნახოთ ვინ ხართ თქვენ, ხო ვინც მე მიყურებთ. ნახოთ თქვენ ვინც მე მიყურებთ. ვინ ხართ? სამიანი თასებით არ ვიცი, შესაძლოა რაიმე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები იყოს, ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან გახსნილი, ძალიან მეგობრული, თავშეყრის ადგილები რომ გიყვართ, ესე იგი დიდი სანაცნობოც რომ გყავთ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ახალ რეალობაში შესაძლოა ახალი ადამიანი გაიცნოთ, იპოვოთ და შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რომ ახალი კომუნიკაცია არ გააბათ, არ აქვს მნიშვნელობა საპირისპირო თუ თქვენი ვესქესის წარმომადგენელთან, ხო, აი, უბრალოდ ელემენტარულად აფთიაქში, რიგში დგომის დროსაც კი შესაძლოა ვიღაცას ისეთ ფილად გამოელაპარაკოთ, რომ მე სოციალურ ქსელში დაიმეგობროთ და რაღაცა ურთიერთობები გააგრძელოთ, აი, დაახლოებით ეს ტიპის ადამიანი, ხო. შესაძლოა ძალიან კარგად ცეკვავდეთ, კარგად მღეროდეთ, რაღაცა სამსახიობო სფეროს მიეკუთვნებოდეთ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა შემოქმედებითი პასაჟები იყოს თქვენს ხასიათში. კიდევ აბა მანახეთ ვინ არის ჩემი მაყურებელი. არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშიც მუშაობდეთ, IT სფეროში, ვიღაცა შესაძლოა ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდეთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ძალიან ცნობის მოყარე ხართ, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ფლობთ იმ ინფორმაციასაც კი, რომელიც თქვენ აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ, მაგრამ ტიპაჟი ხართ ესეთი, რომ ყველაფერი უნდა იცოდეთ, ყველაფერი საქმის კურსში უნდა იყოთ. და ამავდროულად სხვაჩვენში სწორი და სამართლიანი ადამიანებიც ხართ. და აბა მანახეთ კიდევ ვინ არის ჩემი მაყურებელი? 6 პენტაკლებით. საკმაოდ კეთილი, საკმაოდ გამცემი, გულუხვი და გულმოწყალე ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვა ადამიანების დასახმარებლად, ადამიანი, რომელიც თვითონ განიცდის ჯერ ბედნიერებას, როცა სხვას რაღაცას უკეთებს და მოკლედ მზად არის ნებისმიერ დროს დახმარების ხელი გაუწოდოს, თუნდაც მოკლედ სრულად უცხო ადამიანს. და ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ამ ეტაპისთვის. ჩემს სანთელს რისი თქმა უნდა, რატო აპარპალდა ასე. რა ენერგიებში ხართ და ხმლების მეფე. არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა გადაწყვეტილებებს იღებდეთ, რაღაცა სიტუაციასთან დაკავშირებით ცდილობდეთ, რომ მაქსიმალურად სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, სწორი შეფასებები გააკეთოთ, სწორი ანალიზი, შეცდომა არ დაუშვათ და რაღაც ძალიან სერიოზული წინა პირობები შექმნათ იმისთვის, რომ შემდგომი შედეგი, ანუ შედეგზე ორიენტირებული პერიოდი გაქვთ. ახლა თითქოს რაღაცისკენ გინდათ, რომ სწორად წახვიდეთ. კიდევ მანახეთ დღეს რა ენერგიებში ხართ.
არა ხდება ოთხიანი თასებით, თითქოს ვიღაცამ გაწყენინათ, თითქოს ვიღაცამ რაღაც გატკინათ, თითქოს რაღაც დაკარგეთ, თითქოს ახლა ამის მერე რაღა იქნება, ყველა შანსი ხელიდან გაუშვი, რაღაც თემას უკავშირდება ყოველ შემთხვევაში თქვენი იმედგაცრუება. და კიდევ სამიანი პენტაკლები. არ ვიცი, სამიანი პენტაკლებით მეგობრებო შესაძლოა რაღაც ყიდვა-გაყიდვის თემა გქონდეთ, ვიღაცას შესაძლოა რაღაცის შეძენა გინდოდეთ, ან პირიქით გაყიდვაზე ფიქრობდეთ. ყოველ შემთხვევაში ცუდი ენერგიები არ არის. აღები მიცემობის მომენტია, ვაჭრობის, აი, ან შესაძლოა რაღაც საკუთარი ბიზნესიც გაქვთ, ამასაც არ გამოვრიცხავ. და ან შესაძლოა რა მომენტი გქონდეთ კიდევ ვიცით, აი რაღაცის სწავლა გინდოდეთ, რაღაცა კვალიფიკაციის ამაღლების მომენტი გქონდეთ, ხო? ყოველ შემთხვევაში აი რაღაც საქმე, აი ეს ხმლების მეფითაც, რაღაცა საქმის ბოლომდე გაყვანა გინდათ სწორად, მოდი ასე ვიტყოდი და რაღაცა ახალ სიტუაციას ხართ შეჭიდებული და მოდით ვნახოთ უახლოეს პერიოდში ვინ ან რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რა დატვირთვით და რა მისნით. აბა მანახე ვინ ან რა შემოვა, ორი არკანი ერთად ხომყვა და რა მისნით. კარგით, აბა ვინ ან რა შემოვა, ეს ვნახოთ ჯერ. იმპერატრიცა, თასების მეფე და ოხოხო, კვერთხების მეფე. რა საინტერესო პაზლია მეგობრებო. მოიმზადეთ მიწისძვრები, რხევები, რყევები, ოღონდ სასიკეთო. და არც თუ დიდი ასე ვთქვათ, სიხშირის მიწისძვრებზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში ვამბობ მეგობრებო. ხო, იმპერატრიცა, არ ვიცი, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სავსებით შემდგარი, წარმატებული, მყარად ფეხზე მდგომი ადამიანია, მაგრამ არის დაოჯახებული. მამაკაცები თქვენს თავზე მოერგებთ, ქალები თქვენს თავზე, ხომ? ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, დაჯილდოებულია ყველა სიკეთით ამ სამყაროსგან, არ ვიცი, შესაძლოა სწორად გამიგეთ და ორსულადაც დარჩეთ რომელიმე თქვენგანი, ან მამაკაცები თუ მიყურებთ, თქვენგან დარჩეს ვინმე ორსულად, ეს მომენტიც გადათამაშდება გარკვეულ პროცენტზე. რაც შეეხება კვერთხების მეფეს და თასების მეფეს, ჩემო კარგო ადამიანებო, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ორი ადამიანი გამოჩნდეს, ორი სხვადასხვა, ან სულაც ერთი ადამიანი აერთიანებდეს ორივე ენერგიას, ძალიან ქარისმატული, ძალიან მიმზიდველი, ძალიან სიმპათიური, ანუ აი როგორი იცით, გარკვეული ნიშნით შერჩეული გარეგნობით, აი ნიშნიანიც შეიძლება იყოს, თქვათ, აი რაღაცა ხალი ქონდეს კონკრეტულად სახის რომელიღაცა მომენტში, ან შრამი ქონდეს, ან რაღაცა ესეთი ფაქტორის გადათამაშდეს. ძალიან ენაწყლიანი ადამიანი, სხვათა შორის ადამიანი, რომელიც ერთი ადამიანი იქნება, იცით როგორი ადამიანი, რომელიც უკვე არსებობს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ შესახებ ინფორმაციებს იღებს, აგროვებს და გაკვირდებათ, ანუ დაკვირვების ქვეშ ხართ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ადამიანისგან, მაგრამ მეორე ადამიანი აბსოლუტურად ახალი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ რაკიღა საჯაროა გაშლა, განვემეორდები, რომ შესაძლოა ეს ადამიანი აერთიანებს ამ ორივე ენერგიას და ეს ორსულობაც და ოჯახიც ამ ადამიანს დაუკავშირდეს, გარკვეულ ნაწილზე ესეც გადათამაშდება და გარკვეულ ნაწილზე გადათამაშდება ისე, რომ
ამას არ უკავშირდებოდეს ეს ოჯახი და აბსოლუტურად ცალკე მდგომი სხვა პიროვნება იყოს. კარგი, აი მიზნებში გამოჩნდება. ახლა მე რომ მკითხოთ უფრო მეტად, მიზნებში უფრო დავინახავთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაც უკვე ასე ვთქვათ, გვაჩვენა, ხო? არკანებმა და ვნახოთ ახლა რა მიზნებით. აქ მაქვს იმპერატორი, всё გასაგებია ჩემო მეგობრებო, იქ იმპერატრიცა და წყვილი შედგა, აქ მაქვს პაჟე, თასე, ესე კვერთხების პაჟი და მაქვს ოცხრიანი თასები. კარგით, ნახეთ ახლა როგორი მომენტია. მე რაც ვთქვი, თუ ვთქვათ, უფრო მგონია რომ დიდ პროცენტზე ეს დაოჯახების პერსპექტივა იქნება. ანუ ან უკვე გაშორებული მეუღლის დაბრუნება. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ეს წყვილს უკავშირდება, ხო, სტაბილურ წყვილს. შემოვა სტაბილური ურთიერთობის მიზნით, ხო? რომ თქვენ იყოთ მისთვის ცხოვრების თანამგზავრი, სტაბილური პარტნიორი. და ეს ვთქვათ რაღაცა ბავშვიც უკავშირდებოდეს ამ მომენტს, მაგრამ გარკვეული ნაწილისთვის ნახეთ, გადათამაშდება ისეც მეგობრებო, რომ უკვე დაოჯახებულ სტაბილურ ურთიერთობაში გამოჩნდება სხვა ადამიანი, ან პირიქით თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება დაოჯახებული ადამიანი, რომელიც მოიტანს საზღვროვნებებს, თავდავიწყებას, აი როგორ მომენტს იცით, რომ აი 18 წლის ენერგიებში რომ გადაგაგდებთ და აი თავს დაგაკარგიებთ და თითქოს მართლა ის რაღაცა ახალ წვერაშლილი მამა ახალგაზრდა ბიჭი ხარ თან, აი ახალ კერწამოკოკრილი გოგონა ხო და რაღაცა იჭკვაზე რომ აი აბსოლუტურად სხვა განზომილებაში რომ გადაგაგდებთ. მაგრამ ამ ყველაფერს თან მაინც რაღაც ხმლების ენერგია ექნება, ტკენის ენერგია ექნება, იმიტომ რომ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, გამჟღავნებული და ოფიციალური. საჯაროა გაშლა და ამიტომ მე ვალდებული ვარ, რომ ეს ვერსიები გავაჟღერო, მეგობრებო. რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაზე აბსოლუტურად სხვანაირად გვიწევს ხოლმე ყველაფრის გაშიფრვა და მოდი მაინც უნდა დავამატო აი ამ რისთვის შემოდის კიდევ ერთი არკანით მანახე. ნახეთ რა, აი 10-იანი თასები. არა, აქ რაღაცა უფრო დიდ პროცენტზე მე თავიდანვე ვთქვი, რომ ქორწილის თუ არა ყოველ შემთხვევაში ერთად თანაცხოვრების სუნი მცემს მეგობრებო და კი ბატონო, არა, ცალსახად აქ ეს მომენტია. აი ხა ვუყურებ არკანებს და დაოჯახების პერსპექტივები ან ხელახლა დაწყების, ნახეთ, აი ხელახლა დაწყების მომენტი, რაღაცა თითქოს უკვე წარსულიდან მოყოლებული სიტუაციის ხელახლა დაწყების ენერგია. ისე რომ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი ის მომენტიდან ახლა ეს რაც არ უნდა იყოს ჩემო კარგო ადამიანებო, ასია, ხო? როცა ოჯახიანი ადამიანი ურთიერთობას მეორე პარალელურ სიტუაციაში აგებს, იმას ყოველთვის მოსდევს რაღაც გარკვეული უკვე გამჟღავნებული ბარიერები, რისკები და სანერვიულო და ახლა ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია, რომ თუ ვთქვათ უკვე ან დაოჯახებულ ადამიანთან დაიჭერთ კავშირს, უკვე თავის თავში რისკია და თუ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ასეთი ადამიანი, ასევე ამავდროულად რისკია, ხო? შესაბამისად ახლა რაღაც სასწაული და საოცარი აქ არაფერი უჩვენებია და მაინც თქვენ როგორ იგრძნობთ ამ ყველაფრის მერე, აბა ეს მაჩვენოს ახლა ერთი არკანი თუ ნახოთ. ამ ყველაფრის მერე თქვენ როგორ იგრძნობთ თავს, ანუ რა მოაქვს? რა მოაქვს თქვენს ცხოვრებაში? რა მოაქვს თქვენს ცხოვრებაში? კიდე ერთი არკანიც და სამივე არკანს გაჩვენებთ. ხო, ნახეთ რა მოაქვს თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგო ადამიანებო. 4-იანი ბოდიში. არა, აქ მგონია რომ მაინც უფრო ნახეთ
თასების პაჟი, 4-იანი კვერთხები და პენტაკლების 8-ანი. აქ მაინც უფრო მგონია რა რაღაცა სტაბილური ურთიერთობისკენ გადათამაშდება სიტუაცია. აქ მაინც რაღაცა საერთო პარტნიორული ურთიერთობების მომენტი უფრო მიფიქსირდება. 8-იანი პენტაკლებით, ჩემო კარგო ადამიანებო, რა შემიძლია გითხრათ, ხო? რაღაცა არ ვიცი, შესაძლოა რაღაც საერთო საქმეც გაკავშირებდეთ ამ ადამიანთან. შესაძლოა რაღაცა როგორი მომენტი გქონდეთ, იცით, რომ რაღაც წინ პერსპექტივები, ანუ ვთქვათ, ბიზნესის გაზრდა, ვთქვათ, ხო, ან რაღაცა ურთიერთთანამშრომლობის მომენტი იყოს, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ოჯახური ენერგიები უფრო მეტი მოდის აქ. ცუდი ენერგიები არ არის. ყოველ შემთხვევაში გაფრთხილებული შეიარაღებულია, მასია. ასე რომ, მადლობა მეორე ვარიანტსაც ყურადღებისთვის. დავარღვიე ყველაფერი, ხო, დღეს რაღაცა გადავწყვიტე, რომ ეს ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ გარკვეული აქსესუარებით შევიწუხე თავი და ისლა რიცადი საახალწლო გარემო ამ ხელსახოცებით შემექმნა და კი გადმომივარ და კი ნახავ. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, დაგემშვიდობებით, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ნდობისთვის, თქვენს მიერ გაწეული უკავშირისთვის და რა ვიცი, დამიწერეთ კიდევ კომენტარებში ვის რა როგორ გჭირდებათ, ხო, და მე შეძლებს დაგვარად ვეცდები, რომ თქვენი სურვილები რიგრიგობით შევასრულო. დროებით ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ნახვამდის.